ჩვენ გვაქვს ძალიან უცნაური სურათი, სოფლიოში არის ქაოსი, მეგობრებო. ამ deep state-ის და ამ გლობალისტების დამარცხება, იქ ინგლისია, იქ მონარქიული ინტერესებია, არ არის ეგრე მარტივად რა. მაგრამ ამ გიურზას შხამი აქვს დაცლილი. იყო ბევრი დაპირება, რომ ორბანს აუგზავნდნენ, მაგალითად ხმის უფლებას წაართმევდნენ, ფულს გაუჩერებდნენ. გახსოვთ ეს დაპირებები. მამლაყინცა მაკრონი იძახდა, რომ ჯარს გავგზავნიო, ინგლისი იძახდა, რომ ჯარს გავგზავნიო. ეხლა ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩერდება ეს ლაპარაკები და მიყვებიან ტრამპის გზას. მაგას ქვია რეალობაში დაბრუნება. სხვადასხვა ზოგადად ეგ ელიტების იმაში აღწერილი ფსიქოლოგიაში ელიტა თუ კი შენ ცხოვრობ დიდრულად და მე რაღაცა ხდება ღარიბდები ქცევა ისევ ძველი რჩება და იქნება რაღაცა შემოდგომის აზნაურები. შემოდგომის აზნაურები, აი ზუსტად ეს. და აი ჩვენ ვაკვირდებით ქცევას და უკვე ძალაუფლებას აღარ. ბოლომდე ვერ მიდის. ხო, ბოლომდე ანუ მათ მოუწევთ რეალობაში დაბრუნება, უფრო სწორედ მოუწევთ არა, უკვე ნაწილობრივ დაბრუნდა რეალობაში და ისაც ვთქვათ, რატომ არის ესე იგი რას ნიშნავს ზოგადად ორბანისნაირი ადამიანების მოსვლა. საქმე ისაა, რომ აქამდელი პროცესი იყო ისე აგებული, რომ ეს კონცენტრაცია ძალაუფლების ხდებოდა ბრუსელში. ეხლა ნათელი გახდა, რომ ბრუსელის გადაწყვეტილებებმა ამ ომთან დაკავშირებით და ვერ გაამართლა. ვერ დაიცვა ევროპული ეკონომიკა, ვერ დაიცვა ევროპული სუვერენიტეტის მთელი რიგი სფეროები. მე არ ვამბობ, რომ მათ ჩამოშლილი აქვს სუვერენიტეტი, მაგრამ უფრო შეზღუდული აქვს, ვიდრე ჰქონდათ ეს ომამდე, ეს ფაქტია. და ამან გამოიწვია ის, რომ ნათელი გახდა ისეთი მართველების პლუსი, რომლებმაც შეძლეს აი ორბანისნაირი ადამიანები, რომლებმაც შეძლება საკუთარი პოლიტიკური თამაში წამოწყება. და ამით დასავლეთთანაც შეიძლება გაუფუჭდათ ურთიერთობა რაღაცა მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ გადაარჩინეს საკუთარი ქვეყანა ეკონომიკურ მთელ რიგ კრიზისებს და დარტყმით. გადაარჩინეს დავით ქვეყანა. და ნათელი აღმოჩნდა, რომ თურმე სუვერენიტეტი ეხლა არის გარანტია იმის, თუ კი აქამდე შენი ეკონომიკური სარგებელის გარანტია იყო ამ ცენტრთან ინტეგრაცია, დღეს უკვე შენი ეკონომიკური სარგებელის გარანტია არის შენი სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, მაგალითად ფიცომ რომ ავიღოთ თავის ქვეყანას არ წაართვა ძალიან იაფი რუსული ნავთობის სარგებლობის უფლება. გახსოვს უკრაინას რომ უნდა გადაკეტვა და მთელი ამბავი იყო. ჩვენ არც არ მოგასწრით იარაღს, არც ტრანზიტს გავატარებთო იარაღს, ეს კარგად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი და უკრაინა ვითომ ჩახუტებულები იყვნენ, კლავდნენ უკრაინელ მძღოლებს, რომელსაც გადაჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია პოლონეთში. პოლონელი ტიპები, პოლონელი მძღოლები კლავდნენ უბრალოდ და მე სანქციები შემოიდეს და არ შეუშვა ევროპამ მიუხედავად დიდი ძმობისა და რუსეთის ზიზღისა არ შეუშვა უკრაინული ხორბალი თავის ბაზარზე.